Microsoft-ი საკმაოდ ტაქტიკურად სწორი ნაბიჯის გადადგმისთვის ემზადება, საუბარია Xbox-ის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ჩვეულებრივი კომპიუტერული თამაშებისთვის, ამ შემთხვევაში Windows-ზე რა თამაშებიც გადის, ამაზე PC თამაშებზე მარტივად რომ ვთქვათ, ამაზე არის საუბარი და ეს ყველაფერი იქნება დამსახურება Project Helix-ის, ანუ ეს არის ზოგადი სახელი იმ პროექტის, რომლის ფარგლებში შეიქმნება ახალი თაობის Xbox-ი, რომელსაც შეიძლება რომ არა მარტო Xbox-ისთვის განკუთვნილი თამაშები გვათამაშოს და შეგვეძლოს მისი თამაში, არამედ PC-ისთვის ცალკე დაწერილი თამაშები, მასზე მორგებული თამაშები ვითამაშოთ. ეს არის საკმაოდ ტაქტიკურად, თავიდანვე ამიტომ აღვნიშნე, საკმაოდ ტაქტიკურად სწორი სვლა, იმიტომ რომ მხოლოდ Xbox-ისთვის განკუთვნილი თამაშები, ან შეზღუდა იმ მხრივ რომ რაღაც თამაში, რაც არ არის პირობითად Xbox-ზე, ეს აკლებს კომპანიას მომხმარებელს, იმიტომ რომ ადამიანებს უნდათ რომ ყველა თამაში ითამაშონ, ყველა ის სიამოვნება მიიღონ, რაც უკავშირდება კომპიუტერულ თამაშებს, მით უმეტეს, რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტი, უფრო და უფრო მოთხოვნადი თამაშები გამოდის და რატომაც არა, რომ Microsoft-მა ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი ბაზარი აითვისოს და სწორედ აი ამ მხრივ არის გადადგმული ეს ნაბიჯი Project Helix-ი, შეგვიძლია სწორედ აი ამ მიზნისთვის განკუთვნილ ნაბიჯად შევაფასოთ, რომელიც საკმაოდ ჭკვიანური იქნება იმის გათვალისწინებითაც, რომ Sony რეალურად ამ ბაზრისგან პირიქით უფრო დისტანცირებას ცდილობს და ცდილობს, რომ კომპანიები დააინტერესოს, რომ მხოლოდ მის ბაზაზე ააშენონ თამაშები, რაც თავის მხრივ რაღაც კუთხით ლოგიკური არის, იმიტომ რომ ელემენტარულად თუ გავითვალისწინებთ GTA 6-ის მოცემულობას, GTA 6 ცხადია მხოლოდ PlayStation 6-ისთვის ან PlayStation 5-ისთვის არ იქნება შექმნილი, მაგრამ ის რომ PlayStation-ისთვის რაღაც თამაში იქნება და ის ექსკლუზიურად იქნება ხელმისაწვდომი, აიძულებს ადამიანს რომ იყიდოს მხოლოდ PlayStation. ძალიან ბევრი ექსკლუზივი იყო PlayStation-ზე. თან საკმაოდ დიდი ხნით. საკმაოდ დიდი ხნით, 2-3 წლით, 2-3 წელი საკმარისია იმისთვის, რომ თამაში საერთოდ დაგავიწყდეს, რომ არსებობდა და თან ბევრი თამაში ექსკლუზიურად პირველში გამოდის, რა თქმა უნდა, PlayStation-ზე და ბევრი მოთამაშე რაღაცნაირად მოტივირებულია, რომ PlayStation-ი სახლში უბრალოდ იმიტომ მქონდეს, რომ ექსკლუზივებთან ჰქონდეს წვდომა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 10 ჯერ უკეთესი gaming PC ჰქონდეს, თუმცა უბრალოდ ის თამაში იქ არ არის ხელმისაწვდომი და გიწევს 3 წელი ლოდინი და 3 წელი რაღაცას ელოდო გეიმერებისთვის ცოტა არ იყოს და მიუღებელია. ნუ ტაქტიკურად როგორც აღნიშნეთ, ძალიან ჭკვიანური სვლა, კიდევ ერთი მიზეზის გამო, რომ ხშირად იყო შემთხვევები, როცა აი Xbox-ე როდის გამოვა არ იყო ცნობილი. გამოვიდოდა Sony-ზე, გამოვიდოდა PC-ზე და Xbox-ე როდესაც მოხდებოდა გადაწყობა, უკვე აღარავის თამაშისთვის, აი მაგის გამო აღარ ყიდულობდა ადამიანები. უკვე სერვერიც კი მკვდარი იყო და იქ მოთამაშეებიც აღარ ხვდებოდნენ. რაღაც მივიწყებულიყო აი Xbox-ზე როდესაც გამოვიდოდა თამაში, ეგ იმას ნიშნავდა, რომ უკვე ახლა ესე იგი ეგ თამაში აღსასრულამდე ერთი კვირით ადრე ფაზაშია. და წარმოვიდგენია, რამდენად რისკავდნენ ის კომპანიები, რომლებიც ექსკლუზიურად Xbox-ისთვის ქმნიდნენ თამაშს, იმიტომ რომ ალბათობა იმის, რომ შვილობილი კომპანიები იყვნენ და მათ უბრალოდ ეგ რისკი აღარ ჰქონდათ შესაძლებლად. შესაძლოა არ იღებდნენ იქ მონაწილეობას. შესაბამისად, ძალიან სწორი ტაქტიკაა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ Sony-თვის, ნუ ახლა Sony-თვის რაც კონკრეტულად იქნება განსაზღვრული, იმას Xbox-ი ვერაფერს ვერ უშველის და Microsoft-ი ამის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ იძლევს, მაგრამ რაც თავიდანვე იქნება განსაზღვრული PC-ისთვის, ის იქნება იმ წამსვე ხელმისაწვდომი Xbox-ისთვის. ამ შემთხვევაში დეტალები ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, ცხადია, ფასი იქნება ძალიან საინტერესო. ტექნიკური მხარე არ არის ცნობილი. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს პლანეტაზე არის RAM-ის, ანუ ოპერატიული მეხსიერების დეფიციტი, გაათმაგებულია ფაქტობრივად ფასები. GPU-ების ღირებულება არის გაორმაგებული, რადგანაც ყველა data ცენტრი GPU-ებს იყენებს. 750 ლარად იყიდი. ხო, 750 $-იანი GPU, რომელიც Nvidia-ს მიერ იყო. შენ უკვე დოლარებზე გამოხედი. დღეს უკვე ღირს დაახლოებით $1100, ამას დამატებული განბაჟების გადასახადი, რაც ხელმისაწვდომი ნამდვილად არ არის. აი ასეთ ვითარებაში Microsoft რამდენად გამოვა კარგ ფასად, კარგი მოწყობილობის შექმნა ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ერთი უნდა გავითვალისწინოთ, რომ Microsoft-ი არის 3 ტრილიონიანი კომპანია და მას თეორიულად შეუძლია, რომ მოწყობილობა გაყიდოს ზარალზე და ამოიღოს თამაშებიდან შემდეგ ეს თანხა როგორც Sony აკეთებს. Sony ყოველთვის PlayStation-ით ზარალობს, თუმცა შემდეგ თამაშების რეალიზაციით რეალურად ის ახერხებს ყველაზე მეტად. კი, ექსკლუზივებით ყველაზე მეტად. GTA 6-ით იმ ხელა მოგებას ნახავს, მარტო. რა თქმა უნდა. და მათ შორის Microsoft-ი კიდევ ერთ ბაზარზე შედის. რომელზეც ისედაც არის. ეს არის PC-ს ბაზარი. აი მაგალითად, თქვენ თუ გაქვთ Asus-ის წარმოების gaming კომპიუტერი, ან გაქვთ, არ ვიცი, Lenovo-ს წარმოების gaming კომპიუტერი, აქ Microsoft-ის ხეირი არის მხოლოდ ის, რომ იქ ჩაშენებული არის Windows-ი, მაგრამ თუ მოწყობილობასაც, ანუ
ყუთსაც შეიძენთ Microsoft-დან, ამითი Microsoft-ი კიდევ დამატებით შემოსავალს მიიღებს ამ ყუთს, რა თქმა უნდა. მოყვება აქსესუარები, არის ჯოისტიკი, არის ყურსაცმენები, შესაძლოა რაღაც სხვა საჭე და სხვა ეკოსისტემაც განვითარდეს მის გარშემო და ეს ძალიან კარგი შემოსავლის წყარო იქცეს Microsoft-ისთვის ისე რომ თან მოხმარებლები ჩატოვოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Microsoft-ის სისტემაში და არ გაუშვას გარეთ. თავარია დროულად გამოვიდეს. თავარია დროულად და ფასი იყოს ნორმალური, რადგან დღევანდელი ფასებით ამ მოწყობილობის გამოშვება ცოტა რიყოს და სიგიჟე იქნება. მინიმუმ Nvidia-ში უნდა დაიწყო ნერვიულობა და GPU-ს ფასის დაკლება თუ უნდათ რომ ან შესაძლოა Nvidia GPU ჩააშენონ მაშინ ყველა ბედნიერი. მაშინ გინდა გამოგიშვია, გინდა არა, თუ იგივე ფასი დაჭრება და უფრო ძვირი მაშინ რაღაც Microsoft-მა თავისი წონა უნდა გამოიყენოს ამ შემთხვევაში მოლაპარაკების პროცესში.